გამარჯობათ ყველას მოვესალმები, ყველა ჩემ აყურებელს, ყველა ჩემ გამომწერს. დღეს გადავწყვიტე საკმაოდ კაი ვიდეოს ჩაწერა. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ბრონხების ანთებაზე. რატო გადავწყვიტე მაგის ჩაწერა? ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობა, კორონავირუსი არის. და ძალიან ბევრი სხვა ვირუსები დადის, ესე უხეშად ვიტყვი. ბევრი ლაპარაკობს, იცით რა, რომ აი კორონა მესმის ხო? კორონა, მაგრამ სხვა დანარჩენი გრიპები საწავიდა გაქრა. უბრალოდ ტესტი რო კეთდება, უკვე მაგას ყურადღებას არ აქცევენ და ყველაფერში იწერება კორონა, ხო? აი, იმიტომ რომ კარგად გავიხსენოთ, პანდემიამდე 3 წლის უკან, 4 წლის უკან გადადიოდა გრიპი იყო სერიოზული და გადადიოდა ფილტვების ანთებაში, გადადიოდა ბრონხების ანთებაში. ეგ იყო და ყოველთვის იქნება. მე 2 წლის უკან მაგაზე ვილაპარაკე კიდევაც, რომ რას იზავ, ვინ მოგისმენს, ხო? კაი, დავიწყოთ. ესე იგი, დღეს თემა გვაქვს ბრონხების ანთება. როგორ უნდა სწორედ ვიმკურნალოთ. დღეს ჩვენ გავიგებთ რა ანტიბიოტიკი უნდა დავლიოთ და სახლის პირობებში აი ესე ხალხური მედიცინით რა უნდა მივიყოთ, რომ გავიკურნოთ ანთებისგან. ჯერ პირველ რიგში დიაგნოზი სწორად უნდა დაისვას. დიაგნოზი რა არის? ხველა, ხმა, საკმაოდ მარტივად დგინდება ბრონხების ანთება, საშინელი ხველა, სიცხე 37. ექიმი რომ ექიმთან მიხვალთ და მოგისმენთ. ფილტვები სუბთა, ფილტვებით სუბთა, იძახია ბრონხების ანთება გაქვთ. ბრონხებზე მოგისმენთ, всё, დიაგნოზი დადგენილია, ხო? არ არის ძნელი დასადგენი. ბევრი მიდის რენტგენს იღებს, ზოგი კატეს იღებს, მაგრამ არავის არ ურჩევ რა კატეს და ტომოგრაფის გადაღებას მაგის გამო. ყველა დასხივებას მიიღებთ. ეხლა როგორ ხდება კურნალობა ზოგადად? დავიწყებ რა თქმა უნდა მედიკამენტებით. ყველაზე სწორი ანტიბიოტიკი, ალბათ ნომერ პირველი მაგისტვის ეგ არის აზიტრომიცინი. ჩვენთან იყიდება ეგ აზიმაკის დასახელებით, მაგრამ აფთიაქში საკმაოდ ძვირია, სადღაც გამოდის 22 ლარამდე. არის პორტუგალიური ფირმის აზიტრიქსით დასახელებით 18 ლარიდეს, მაგრამ არის ინდურიც, რომელიც ღირს საკმაოდ იაფის, სადღაც მე მგონი 3 ცალი გამოდის 5 და 60. ეხლა კითხვა, რომელი ვიყიდოთ და რომელი არის უფრო ძლიერი? აზიმაკი რა თქმა უნდა ძალიან ძლიერია. თქვენ არ გეკუნოთ, მე არავის რეკლამას არ უკეთებ. უბრალოდ ვიძახი რაც არის. თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, რაც მოგივათ, ის უნდა იყიდოთ. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, თქვა რომ პორტუგალიური, გერმანული, ხო? ის ქართულიც აზიმაკის დასახელებით არის საკმაოდ ძლიერი. რაც შეეხება ინდურის. ინდურს თუ ვიყიდით, 3-ის მაგივრად მოგვიწევს 6-ის დალევა. არ არის ძლიერი თვითონ არ არის კაი ხარისხის. ინდური პრეპარატები არ არის კაი ხარისხის. მოდი პირდაპირ ვიტყვი. გერმანული, პორტუგალიური და ჩვენი აზიმაკი, აზიტრომიცინი, რასაც ქვია, არის კაი. შეგიძლიათ იყიდოთ, არის ვენგრია უშვებს, უნგრეთი უშვებს, ჩეხოსლოვაკიის არის, ჩეხეთის არის, აიმის რა ქვია, აზიტრომიცინის დასახელებით პირდაპირ იყიდებ, უბრალოდ აფთიაქში რომ მიხვალთ, უთხარით რომ კარგად მოძებნოს თვითონ ფარმაცევტმა ეგ. საკმაოდ კარგად უნდა მოძებნოს, იმიტომ ძალიან ბევრი აქვს, საშუალო ხარისხებიც არის და შეგიძლიათ იყიდოთ. ეხლა როგორ არის მაგის დალევის წესი? ეგ ილევა 500 მილიგრამი, ილევა ესე იგი 24 საათში ერთხელ. 3 დღეში 1 ცალე. მაგ 3 დღის განმავლობაში თუ არის მსუბუქი ანთება, საკმაოდ მალევე შველი და საკმაოდ მალე გამოდიხარ მდგომარეობიდან. ეხლა ბევრი სვავს ეგეთ კითხვას, აი ნახველის გამოსვლა, არ გამოდის, თუდად გამოდის. ნახველი რომ გამოვიდეს ბოლომდე რომ განიკურნოთ, მაგის არის პრეპარატი, რომელიცაც მე ძალიან დიდ პატივს ავცე. მე გარი ACC. ბევრმა ალბათ იცით, ზოგმა არ იცის, იმიტომ წერო ზოგმა იცის, ზოგმა არ იცის, ხო? ACC. ეხლა ACC-ს მიღების წესი როგორ არის? ACC და კიდე მეორე არის ფლაფამედი.
მაგისი მიღების წესი არის დღეში ორჯერ და თქვა დილით ჭამის შემდეგ და საღამოთი ხო ჭამის დღეში ორჯერ სვავთ და მახვილად კარგად იმ ათხელებზე კარგად გამოვაკ. მაგრამ ეხლა მოდი დაუბრუნდეთ ანტიბიოტიკს. თუ თქვათ 3 დღეში გძნობთ რომ ისევ ბოლომდე არ ხართ, ანუ არ განიკურნეთ, ანუ ეგ როგორ ყველას ყველა თავისებურად გძნობს, ხო როცა გაციებულია და მაინც რაღაცა დარჩენილია, შეგიძლიათ კიდე 3 დღე დალიოთ. ან მაგალითად იყიდოთ 2 ცალი და 5 დღე დალიოთ. ეხლა რა განსხვავება, ზოგი მეუნება, რომ აი აუგმენტინის დასახელებით ანტიბიოტიკის დალევა შეიძლება. კი, შეიძლება, უბრალოდ აუგმენტინი არის ცოტა მძიმე ანტიბიოტიკი და მთლიანად როგორც იძახიან ძალიან იწოვება სისხლში და საკმაოდ დიდი ხანი კურნავს ანთებას დაახლოებით 7 დღე. ბრონხების ანთების დროს არ მოგვიხდება, არ არის საჭირო. აუგმენტინს ნიშნავენ ნემსებს თუ არის თქვათ, სუბუქი ფილტვების ანთება, აი ესე უხეშად ვიტყვი, მაგისთვის ნიშნავენ, კი ბატონო. ეხლა გადავიდეთ იმაზე ხალხურ მედიცინაზე, რის გაკეთება კიდე შეიძლება, ხო? არის ეგეთი მეთოდი კიდე ძალიან კარგი, სხვათა შორის საქართველოში ბევრი ხმარობს მაგას. შავი ბოლოკი იყიდება ბაზარში არის, ეხლა მით უმეტეს არის, ხო? და საკმაოდ კაი დროს გამოდის ხოლმე, აი კაკრას ვირუსები და ის რო იწყება ბრონხების ანთება, შავი ბოლოკი ბაზარში იყიდება, კი ბატონო. ეხლა როგორ ხდება? უნდა გული ამოაჭრათ მაგისი, ან უბრალოდ თვითონ ქერქისგან გავწმინდოთ, ან გავხეხოთ რა ჭორკაში, ან ბლენდერში ჩაუშვათ. ფაფა გავაკეთოთ მოკლედ მაგისგან და თაფში აურიოთ. ან თქვათ ავიღოთ ნახევარზე თაფლი გადავასხათ, შიგნით გაუშვათ ეგ შავი ბოლოკი, აურიოთ, ჩავდოთ მაცივარში და ცოტა ერთი დღე არც არის, 2-3 საათი საჭიროა რომ წვენი გაუშვას. და დღეში 2-3 ჯერ შეგიძლიათ ერთი დიდი სუფრის კოვზით უზმოზე მიირთვათ. საკმაოდ კაი ანტიბაქტერიულ ეფექტს აძლევს. ეხლა დაუბრუნდეთ კიდე ალოეს ნემსებზე მინდა ვილაპარაკო ამპულებზე, ნემსებზე. საკმაოდ კარგად მუშაობს სხვათა შორის, ვისაც აქვს ქრონიკული ხველა, ქრონიკული ბრონხების ანთება, საკმაოდ კარგად მუშაობს. ეხლა მე მაგალითად როგორ ურჩევ, ხო, ალოეს გაკეთებას. ბევრს არ უყვარს ნემსების გაკეთება, მესმის, შეიძლება ბევრმა ხელი დაიქნიოს მაგაზე, რომ არა და ისევ გააგრძელოს ეგ ხველა და ის კი ბატონო. მაგისინებაა, მაგრამ ვისაც ნემსების არ ეშინია და შეუძლია რომ გააკეთოს. ერთ შეკვრაში არის დაახლოებით 10 ცალი. 10-ვე ნემსი რო არ გავაკეთოთ, ბოლო 10 ნემსის გაკეთება ცოტა ისეთი, არასასიამოვნოა რა თქმა უნდა. ორ ამპულას ვიღებთ და უშვებთ 2 ნემსში და ცოტა რაც ხვირზე ნავოკაინი, იმიტომ რომ თუ კარგი ხარისხის არის, იცით წვა ხოლმე. პირველ ნემსით შეიძლება არ გეტკინოთ, მაგრამ მეორე, მესამეს რო გავუშვებთ, საკმაოდ ესე წვა 20 კივილი იცის, მაგრამ 5 ნემსი გამოდის მოკლედ. ერთ ნემსში 2 ამპულა. მერე ვისვენებთ 2-3 დღე, მერე კიდე ერთ იმაშვებით, კიდე ერთ შეკვრას ვაკეთებთ. და ეგ ყველაფერი როგორ ხდება? ჯერ ანტიბიოტიკი, ჩვეულებრივად 5 დღე, ანთება გამოდის, ამ აცეცებს სვავთ, ხო, სტრატეგია დაალაგეთ თქვენ თვითონვე. და მერე თქვა, შეგიძლიათ ეს ბოლოკიც მიირთვათ და ბოლოს ან ბოლოკთან ერთად შეგიძლიათ ეს ალოეს ნემსების გაკეთება. პრობლემა არ არის. საკმაოდ კარგად, ეფექტურად ერთად ამ ნემსებს გაიკეთებთ ალოეს და შავ ბოლოკსაც მიირთმევთ თაფლით, არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ ანტიბიოტიკი უკვე დალეული უნდა იყოს, ეგ აუცილებელი არის და ანთება უნდა ჩაქრეს. და მერე შეიძლება გაკეთდეს ეს. ეს არის ჩემი რჩევა თქვენთვის. მე ყოველთვის არავის დანიშნულებას არ ვაძლევ, ლაპარაკობ, რაც მუშაობს და რის გაკეთება შეიძლება. იმიტომ დღესდღეობით ცოტა რთულია ექიმთან მოხვედრა და რო გქონდეთ პატარა განათლება, მაგიტომაც მაგაზე ვლაპარაკობ. ეგ არხი არის მაგისტვის შექმნილი, იმედია წავა წინ თქვენი დახმარებით და ბევრ რაღაცას ისწავლით.
გექნებათ განათლება და შეძლებთ ხალხის დახმარებაცაც და თქვენი ოჯახის წევრების გაკუნრვაც. ეხლა გადავიდეთ კიდე ხალხურ მეთოდიკაზე, ხო? არის კიდე კეთება ეგეთი რაღაცა, ვისაც სუსტი ფილტვები აქვს, ვინც ცოტა განხტარია, ჭამა არ უყვარს, ხო? არის ესეთი კეთება ესეთი პატარა ხალხო, კეთება რისგან? ღორის მუცლის ქონიდან. ვიღებთ ღორის მუცლის ქონს, რა თქმა უნდა, ვადნობთ მაგას, ვადნობთ როგორ, ორ ქვაბს ვიღებ, შიგნით წყალს ვასხავთ ერთში, მეორეზე მოდავდებთ, რომ ორთლზე დადნეს ეს ქონი. რო დადნება, მე მაგაში უკვე რო გასუფთავდება და გადნება, კარგად უკვე გამბნარი იქნება. ამ გამბნარში, ესე იგი რას ვაკეთებთ? ვასხავთ, თუ თქვა 9 კილო ქონი არის, 250 გრამი თაფლი, დაახლოებით, დაახლოებით 1 ნიორი, 1 თავი ნიორი, უნდა გაჭრიდოთ შიგნით, ხო? ეგა, ჩაუშვათ. და თუ ვისაც აქვს ყვავილი ალოეს, 5 წლიანი ალოე უნდა იყოს, ყვავილი უნდა გაწმინდოთ, ეგეს ბლენდერში ჩაუშვათ და ფაფასავით შიგნით ჩაუშვათ. და აურიოთ. რო გაცივდება თავისთავად, კიდე ერთხელ აურევთ და ვისაც აქვს ფილტვების ანთება ქონდა, ვისაც ხველა ესე ქრონიკული, საკმაოდ კარგად შველის მაგ ანთებას და ანტიბაქტორიულ ეფექტს აკეთებს. ვისაც ტუბერკულოზი აქვს, მაგათვისაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ხშირად უნდა გააკეთო. ჩემო კარგებო, ეგ იყო ჩემი რჩევები თქვენთვის. გახდით ჩემი გამომწერები. როგორც იძახიან, подписывайтесь на канал. კიდევ და კიდევ კაი რაღაცებს ჩავწერთ თქვენთვის აუცილებლად. აბა, კარგად იყავით, მადლობა.